კაკალაძის ინიციატივა თბილისის მერია სასკოლო და სტუდენტური არდადეგების პერიოდში ახალგაზრდებს არაფორმალური განათლების მრავალფეროვან პროგრამებს თავაზობს, რომლის პარალელში წელს 20-მდე ბანაკი და ზამთრის სკოლა გაიხსნება. პროგრამა 14-დან 29 წლამდე ასაკის 2000-მდე თბილისელ ახალგაზრდას გააერთიანებს. რეგისტრაცია დაწყებულია. თამარ ჩიკვატიას რეპორტაჟი. შექმნიან 3D ფორმატის მოდელებს და შემდეგ 3D პრინტერზე დაბეჭდავენ. გაეცნობიან 3D პრინტერის მუშაობის პრინციპებს და ექნება ზოგადი წარმოდგენა თუ როგორ გაეუფლონ ამ პროფესიას საომაროდ. თანამედროვე ტექნოლოგიები და რობოტიკა ეს ერთ-ერთი სფეროა, რომელსაც ახალგაზრდები ზამთრის ბანაკში შეისწავლიან. თბილისის მერიის ახალგაზრდულ ბანაკებში მოსწავლეები და სტუდენტები გაეცნობიან კინოხელოვნებას, სამაგიდო თამაშების შექმნის ხერხებს, შეისწავლიან ზამთრის სპორტის სახეობებს, უცხო ენებს, დებატებისა და თანამედროვე კომუნიკაციის მეთოდებს. ძირითადად ეს არის რობოტების აწყობა, კონსტრუქციებთან მუშაობა. დღეს ყოველდღურად გვექნება 3 რობოტიკის აქტივობა და ერთი სპორტული თავიანთი ხელით აწყობენ ლეგოს კონსტრუქციებს, ასევე 3D მოდელირებას გაეცნობიან, კონსტრუქციების დამონტაჟებას და ინსტრუქციებს გაეცნობიან. 20-მდე ბანაკი და ზამთრის სკოლა თბილისის მერიის ყოველწლიური პროექტი ამჯერად 2000-მდე თბილისელ ახალგაზრდას გააერთიანებს. 14-დან 29 წლამდე ასაკის მონაწილეები მათთვის საინტერესო საკითხებს სპეციალისტების მიერ შედგენილი პროგრამისა და კომპეტენტური მენტორების დახმარებით შეისწავლიან. პროგრამები მოიცავს ზამთრის სკოლებს თბილისის შემოგარენში, ასევე სხვადასხვა ზამთრის კურორტებზე. პროგრამები არის 4-დღიანი, 10-დღიანი, ყავს ძალიან მაღალი დონის მომხსენებლები, თავად ახალგაზრდების ჩართულობაც არის გათვლილი. თითოეული ბანაკის ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია, ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტიდან დაახლოებით 400.000 ლარამდე იქნება გამოყოფილი. ახალგაზრდების მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა დედაქალაქის მერის გაცხადებული პრიორიტეტია. ზამთრის ახალგაზრდული ბანაკიც, რომელიც ახალ მეგობრებს საინტერესო საქმესა და პროდუქტიულ დასვენებას აერთიანებს, ამ პოლიტიკის ნაწილია. ამ ტიპის ღონისძიებებით, რა თქმა უნდა, ხელშეუწყობთ ახალგაზრდებს ჩაერთონ სხვადასხვა საინტერესო მიმართულებებით და ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანი და ახალგაზრდა იქნება დაინტერესებული ამ საინტერესო ინიციატივით. ზამთრის ახალგაზრდული ბანაკების მონაწილეთა მიღება დღეს დაიწყო. რეგისტრაცია 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.